დაახლოებით 6 მეტრის სიგრძის პაპირუსი ახლა უფრო მნიშვნელოვანი წყარო გახდა ძველ ეგვიპტელთა დაავადებებისა და ჯანმრთელობის შესახებ, მათ შორის ვიგებთ, რომელი დაავადებები მიიჩნეოდა ღმერთის საქმედ და როგორ შეიძლებოდა მათთან ბრძოლა. ლუვ კალსბერგის პაპირუსის ხელნაწერი უფრო ძველია, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი მუმიფიცირების ორი სხვა სახელმძღვანელო. შესაბამისად, ის ჩვენს ხელთ არსებული უძველესი ჩანაწერია მუმიფიცირების პრაქტიკის შესახებ. ამას გარდა აღწერს ისეთ დეტალებსაც, რომლებიც დანარჩენ ორ დოკუმენტში არ გვხვდება. ლუვ კალსბერგის პაპირუსის ხელნაწერი ერთადერთი წყარო არაა ეგვიპტური მუმიფიცირების საიდუმლოს შესახებ. ახლახანს ბაზამირების უძველეს სახელოსნოში აღმოჩენილი კერამიკის ნარჩენების ანალიზი ახალ ცნობებს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ ახდენდნენ ძველ ეგვიპტელები საკუთარ მიცვალებულთა მუმიფიცირებას. უფრო საოცარი კი ის არის, რომ როგორც მეცნიერებმა გამოავლინეს, სხეულის სხვადასხვა ნაწილში გამოყენებულია სხვადასხვა ნივთიერება. აღმოჩენა ნაწილობრივ თავად ნარჩენების საფუძველზე გაკეთდა, რომლებიც ბიომოლეკულური ტექნოლოგიებით შეისწავლეს. სახელოსნო საკარის სასაფლაოთა მთლიან კომპლექსს ეკუთვნოდა და ის 2018 წელს გერმანულ ეგვიპტურმა ჯგუფმა აღმოაჩინა. ეკუთვნის 26-ე დინასტიას, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის 664-525 წლებში მართავდა ქვეყანას. სამარხებში აღმოჩენილი ნივთები უბრალოდ საოცარია. მათ შორის არის მუმიები, კანოპური ქილები და მათში შენახული ორგანოები, უშეპტის ქანდაკებები. ნივთიერება, რომელსაც ძველ ეგვიპტელები ანიტუს უწოდებდნენ, დიდხანს მიიჩნეოდა მირონად ან საკმევლად, მაგრამ ახლა დავადგინეთ, რომ სინამდვილეში ის სულ სხვა ინგრედიენტთან ნაზავია. ზოგიერთ ჭურჭელზე დატანებული ინსტრუქციები ჯგუფმა შეადარა მათში არსებულ ნივთიერებებს, რათა დაედგინათ, როგორ გამოიყენებოდა თითოეული ეს მიქსტურა. ინსტრუქციებს შორის იყო მის თავზე დადება, მასში გახვევა ან მისით ბალზამირება და რომ მისი სუნი სასიამოვნო გახდეს. 8 სხვადასხვა ჭურჭელს მიცვალებულთა თავის დამუშავების ინსტრუქცია ეწერა. ამ ჭურჭლებში მხოლოდ ფისტის ფისი და აბუსალათინის ზეთი აღმოაჩინეს. ზოგჯერ ნარევის სახით, რომელსაც სხვა ელემენტებიც ჰქონდა შერეული, მაგალითად ელემის ფისი, მცენარეული ზეთი, ფუტკრის ცვილი და ხეების ზეთები. სხეულის ხრწნის სუნის გასანეიტრალებლად იყენებდნენ ცხოველურ ცხიმს და ბრუზერების ყვავილოვანი მცენარეების ოჯახის ფისს. დამუშავების მესამე დღეს კი კანს ცხოველური ცხიმითა და ფუტკრის ცვილით ამუშავებდნენ. როგორც კიდევ 8 სხვა ქილაში აღმოაჩინეს, მუმიების სახვევებს ხეების ზეთით, მცენარეული ზეთით და ცხოველური ცხიმით ამუშავებდნენ.